წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. მშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში 18-ზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც ძალიან ბევრს ამბობს და გვიყვება ჩვენს წარსულზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, გადაცემა, რომელიც ძალიან უყვარს ჩვენს ერთგულმსმენელს, გვიყვარს თავისთავად ჩვენ და წლები უკვე ვქმნით ერთად ამ კარგ საქმეს. უშუალოდ მინდა პირდაპირ დავიწყო ბატონლაშასთან ერთად ორნი ვუძღვებით ამ გადაცემას, ისტორიკოს კვლევარი ბატონლაშა ჯიქია და მე სოფიო ხუსიშვილი. Bonjour ჯგირობუაშ, როგორ ახართ ბატონლაშა? Bonjour ჯგირობუაშ, იოსურ სოფიო, საღამშვიდობისა, ძვირფასო რადიო მსმენელებო. მოკლედ დღეს მინდა დავანონსო, რომ ჩვენი ეს დღევანდელი გადაცემა არის საიუბილეო მეასე გადაცემა და წლის ბოლო გადაცემა. ამიტომაც დღეს სხვა უფრო მეტი დადებითი ემოციებით მოგესალმებით და შესაბამისად უკვე ჩვენ სტაჟიანებიც ვართ, ასე რომ ვთქვათ. და აი ჩემი თვითმიზანი იყო თავიდან, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, რომ 100 გადაცემა მოგემზადებინა და ეს უკვე პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. რა გინდათ ამას? მოკლედ ასეთი ამბებია ხალხო, 100 გადაცემა. გავიდა ჩვენი ერთობლივი 100 გადაცემა. თავიდანვე მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ერთად შევქმნით ეს გადაცემა, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ძალისხმევა და შრომაა ჩადებული ყველას მხრიდან. ყველას მინდა მოგილოცოთ საიუბილეო გადაცემა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის და მე მგონი გვაქვს ახლა უფლება წლის ბოლოს დავასახელოთ ხალხი. თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ ხოლმე ისაც ნათელია ცხადია გადაცემებს ვინც უსმენს, ვინ არის ამ გადაცემების შემქმნელი და ვისია ლომისრული გარდა წამყვანებისა ცხადია ბატონი იურის მინდა. კი ბატონო. და მადლობა გადავუხადო. კი ნამდვილად. კეთილი საქმისთვის. და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ, დიდი მადლობა რომ მოგვიწით საშუალება ამდენ ხანი ეთერში ყოფილიყავით და შესაბამისად ეს გადაცემა გრძელდება. მადლობა ყველას ვისაც როლი მიუძღვის, მადლობა ათინაც. კი ბატონო. და ყველას. თქვენ მადლობა და ზოგადად მსმენელი და აუდიტორიის გარეშე არ გამოვა არა. რა თქმა უნდა. თქვენ ახართ მოტივატორები, თქვენ ახართ მოტივაცია, თქვენ მოგვეცით, ასე ვთქვათ, ბიძგი, კიდევ და კიდევ მეტი გვეკეთებინა და ვისთვისაც პირველია ეს გადაცემა და პირველად გვისმენს. თამამად გეტყვით რომ ძალიან ბევრი დაკარგეთ, ასე რომ აინაზღაურეთ, უქმეები მოდის და მოусმინეთ ყველა გადაცემას YouTube-ზე ნახეთ ოდაბადეშ კინოხონით, ორინაზია მეგრულად და ქართულად, ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ასევე ყველა გადაცემის ჩანაწერია Facebook-ზე რადიო ათინათი და ვებზე რადიო ათინათი.lg. Live-ში აქ ავართ ბატონო ჩემო ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე. მაშასე სხვა შორის ვახსენეთ ბატონი იური ვეკუა ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს ამ გადაცემისთვის. თან ბატონი იური დამიკავშირდა და დამაბარა თქვენთან მეგრულად მომელოცა ყველა ოდაბადეშ კინოხონის ერთგული მსმენელისთვის. დამდეგი შობა ახალი წელი, საიუბილეო თარიღი, მეასე გადაცემა, ასევე ათინათისთვის და ათინათის ერთგული მსმენელისთვის. მე ხარ ძალიან მაქსიმალურად ვეცდები ეს ყველაფერი შევაგროვო, შევაკოციცო, მეგრულად მოვუყარო თავი, არ მინდა შორცხო ეხა ბატონი იურისთან. ბატონლაში, ასე რომ თუ რამე შემეშალა შემისწორეთ. Bonjour ჯგირობუაშ, ბატონი იურიკ მოჩინ თქვანდა, მიგახვამათინ ქირსე ახალწანა გიგიზაილათ ირფელი ჯგირობუა, ხვე ბარაკა წუმოძინა და ირფელი ჯგირობუა. ბატონი იურის ბანგარო ორს ეგნოჩამა, ბანგარ პატისცენს არძა თიკოჩის ნამუთ თეგინოჩამას ორჩქილენ და თქვანცალო უჯინე და ჩქინცალო ირ ცაშხას მუჟამი ხოლო ართი გინოჩამან. ბატონი იური გსე მარდი მამუჩით თეშნება თენაკოფსკი კოპირდაპირ ეთერსინ თქვან სახელით ქუციკო ჩქინი რადიო მარჩქილებსინ და თენაჩქიმო დიდ პატირე. ხახელო მიგახვამანთ, რობუას გიზალანთ, წომოძინას გიზალანთ და ართ დიდ სურულ მიღნა არძას. გინოჩამარტას ფრელხანს თქვენ წკუმა ართო მორაგადიოკო. ფრელოშ გინოჩამაოკო იბზეიმათ და აბღნიშნათ ართო. მოკლედ ქართულადაც ვიტყვი, იმიტომ რომ ორინაზე გვაქვს ეს გადაცემა და ბატონი იურის სახელით მინდა ყველა რადიო ათინათის მსმენელს, ყველა ოდაბადეშ კინოხონის ერთგულ მსმენელს, იმ ადამიანს, ვისაც როლი მიუძღვის ამ გადაცემაში, მიულოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი ჩემთვის პატივია. მე მერგოცილად ეს ყველაფერი მის სახელით გამეჟღერებინა პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონი იური ყველაფრისთვის. ბატონლაშა, მოკლედ სანამ ახალი წლები დადგება და ვთქვით რომ საიუბილეო გადაცემაა და წინა საახალწლო და წლის ბოლო, უნდა მოვემზადოთ ახალი წლისთვის. რა თქმა უნდა, თემატურად დაუკავშირეთ სწორედ ამ დღესასწაულებს ჩვენი რადიო გადაცემები და დღესაც გვაქვს ანუ ბარბაროვამ ჩაიარა და
ბარბარობიდან იწყებოდა მთელი რიგი რიტუალი, რომელიც უკვე ახალი წლისთვის მზადებაც იყო. და ეს ყველაფერი გაერთიანებულია ერთ-ერთ უძველეს, ასე რომ ვთქვა, წინარე ქრისტიანულ რიტუალში, რომელსაც ეწოდება გეუკუმელუა. უკუმელაშ გერია, ანუ ასედაც შეიძლება ვთქვათ, ანუ სიბნელის დაძლევა, ხო და სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, ანუ თავის შინაარსობრივი ნაწილით ეს არის, მაგრამ აქვე ტექსტებია ძალიან ბევრი და სწორედ ამაზე გვექნება საუბარი, თუ როგორ ეწყობოდა ეს და რა რიტუალი იყო დაკავშირებული. საინტერესოა. გისმენთ ჯერ მეგრულად და შემდეგ რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჯერ მეგრულად მოგახსენებთ ძვირფასო რადიო 10 მსმენელებო. ამდღანერ ჩქინჩიებაში თართემარე გეუკუმელუა. მუჭობშინეთ თენაშინთეში, ჯვეშო სამარგალოს ეჯდოარტ ქირსეთუთას ინწყუაფუთ სამიარო. კათაშო კათურ რიტუალი. ნამუსუთ ჯოხოთ გეუკუმელუა. მაჟრანერო თეს უძახუდეს უკმლაშ გერიას. მუშენდა მარგალებს ქირსეთუთაში ეჯდოარტ რიცხ მიორჩქდეს გიშაკერზაფილოს საკრალურ დღა. მუშენდა ეჯდოარტ ქირსეთუთაში ათესერი რდნ თელ წანას ზოთონჯიშ არცა შუმოს უგინძაჟდო ათეშუგულ იჭყაფუ დღაშ მოძინა. ათეშენ ათესერს მარგალებ მიშინანდეს მუჭოთ გეუკუმელუა. მაჟრანერო ხოლო უკუმელაშ გერიას. გეუკუმელუა თენარდო სიმბოლური აქტი. სოდეთ დღა ფშაშ სინთელე იჭყანს უკმელარჯ გინაზდო გერიას. გეუკუმელუა სერიშ გინულაშ უკულ კათაშ მერჩქინათ ახალ გოთანელო ჭმარეს ელურ ახალ ერჩქინე ჩქიჩქი ბჟა. სორეშეთ რინაშ ახალ ციკლი ჭყაფუთ. ათაშ ნამუდა დღაშ მოწოძინაცკმა ართო ხვადუდ ფშაშ სინთეშ ბორჯიშ დაგინძარება. გეუკუმელუაშ რიტუალი ფაქტიურად ენარდებ ფშაშ ჯოხონაშე მონწყილ ფესტივალი. ათეშენ თეკ მუჟდუჩა ქიმერცხუ ხოლო არტი აჯამურ ბორჯიშ რინელ ბარბალეშ კულტი. ნამუქ ნაგვიანა ბორჯის ქირსიანულ წირდე ბარბარეშ ქრისტიანულ კულტის ქაკათუ. ოშინერე ნამუდა ღორონთი ბარბალეს ჩვეშო მიოჭარანდეს ოფაშ ოსურ ადამიანებიშ დო უჩხაშ მათხილე ფუნქციებს. ფშა ხოლო მარგალებშო დიდარე. თინა ოსურ ადამიანებიშ გაჭყაფუშ ცირასკვალებიშ მათხილე ასტრალურ ღორონთრერო მერჩქინელი. ეჯდო არტ ქირსეთუთას სამარგალოს არძაო ფუტეს დღარხუ ინწყუაფუთ, მარა ართიანიშ უდეშა მიოხვამუშა გინულას იშენ უთხილანდეს. მუშენდა ფშაშ ერჩქინადო ბარბალობა ართნერო კუჩხაფაცკმა ხოლორდო მერცხილ. ათეშენ ინწყუაფუთ სამიაროთ ჯარალუა შაყარუა. ჯარალუა ინწყუაფუთ გაალე ცაშთუდო. თენა უმოსორდო ოფუტეშ ქაგურიშ ოშაყარო. გეუკემელუა სერც მანგარ ჩხურ უჩქუდო ბორია ხოლე იწანწალუთ. ათეშენ აკოკათელი ოფუტეშ მახორუე კაბეთ ბორბონჩია დაჩხერს ქდარზანდეს. თენა ხოლო ფშაშ ჩხანაის სიმბოლორდ. ათე დაჩხერიშ მუკე ახალებ ქდიჭყანდეს ბირას ხაპუას. კვარკვარია სალტეებს ვარდა კვარკვალიათ ბეჭილიებს დაჩხერს ქუმუნტენდეს. თეთ მიოჩქუდეს ფშაშ დიდას ქიმეხوارებდეს ახალ სიცოცხალეშ ერჩქინას. იხვამანდეს ჩქიჩქი ფშაშე. ნამუთ ოჭმარებ ბორჯის ერჩქინდუდო ალუელურთ. ბარბალეშ დღარხუს კვარკვალია ფორმაშ საწირ კვარებს ხოლო ჭუნდეს. თენებს ფშაშ ფორმას არზენდეს. ოფუტეშ მანჯღერე იხვამანდ. მუნმალ ახალ წანას იზალანდ ხვედო ბერეკეს. სინთელუანობა ქუმუღალუტკონ თის. ბარბალობას ხოლო უჩქუდეს კუჩხაფა. ვითოშკვიჩე ეჯდოჟირ ქისეთუთაშა კუჩხაშ დღალებო იკორონცხუ. ათემ დღას მარგალურ ოჭკომალეფით გონწყილ ტაბაკიშა აკუჩხურო ოკორნებელ კოჩის ქდაპეჯენდეს დო მუჩილენ ედენ პატის ქოცენდეს. მუშენდა ჯგირ კუჩხით გამორთუმუტკო ფანიაშა დო შურდოგური ჯგირობუა ქუზალებუტკო თენებშან. ათე კოჩის კალანდაშა ხოლო მანწყუაფუანდეს ქუჩუჩის დო შვადოშხვა ოკუჩხურებს. მარგალეფიშ მერჩქინათ ათე ბორჯიშე ვითოშკვით ქირსეთუთაშა იჭყაფუთ ფშაშ ბარბალიშ თაფა დო დღა იჭყანთ მოძინას. გეუკუმელუა სერს ხვადუდ დაწკონდებულ ღვინიშ გინოწირუა. უმოსო ლაგვაშა გინიღანდეს ღვინს დო მეურჩქინანდეს მუშ საწირ ოხვამებს. გეუკუმელუა სერს ინწყუაფუთ ხოლო რიტუალ ნოთობა. სოდეთ უკმელა სერს ნუზუშ კვარც ქუმუნტენდეს დაჩხირს დო იჭყაფუთ ჩხომუა. ორთუდეს ათე სერს თხოლოშე ზადილ მილაჭკუმაფუებს. თენარდო თხოლო ზადის ნამუსუთ ნეძით ზადუნდეს. ხოლო ორთუდეს თხოლოშე ზადილ ლეჭკერეს ნეძამდო ღვინ მუნობუნი ჭიფეს ჭკირილ ხულის წვანერს. ტაბაკის გოფაჩუნდეს ოხვამერს. ნამუსუთ ჯვეჟდო ახალიშ გეწირუა ჯოხოთ. თენაშანულენ წოხლენ წანას გინოწრილ დო დაჯოშებულ ღვინიშ დო გეუკუმელუა სერს გინოღალი ახალ ღვინიშ ტაბაკის მიშადგუმას. დო თეს ქეწისუანდეს. დოჭუნდეს ჭიჭე. ყვალამდო მარქვალამ ჟაშ ფორმაშ კვარებს. დოჭუნდეს ჩხომს დო ხაშუნდეს ჯვეჟდო ახალ ლებიას დო თხოლო ზადიწყუმა ლეჭკერეწყუმა ართო გამშეღანდეს ტაბაკიშა. ათე ტაბაკის აუსლებერო გეგნახერკელუანდეს მონჭირელო ხაშინ მარქვალებს. ჟაშ სიმბოლოს დო ქიმშადგუნდეს ბარბალობაშო სპეციალურო საწირო მერჩქინელ ობარბალე ღეჯიშ დუდი კუჩხიდო ბოჭოკებს. ქირსიანობაშ მუშულაშ უკულ ბარბალეშ კულტი დოთირუც კონდა ბარბარეკ. ჟირხოლო სიწკონდა ბარბარედ დო ბარბალეთ მუწოძინაწმა ლეხეფის კლადაწკუმა ოსურ ადამიანებიშ ორთაშ მათხილედ დო მერჩქინელ დო ათეშენ მუჭოთი ძირენ ბალო
ქექას აკის გუმონჯეს ართიან წყუმა. ახალ გაქირსიანებულ კათას ბაგუჭირ თენეფიშ ართო მერჩქინაკ. ათეშენ ამდღა ერთღაშა იყო როც მოახალებაშ, ხვეშ, ფშაშ, ახალი შერჩქნაშ, ახალ რინაშ დაჭყაფუთ ჟრხოლო თეს სიწყონდე. ფშაშ, ბარბალშე, ფშაშ, ქართაშ, რთაფაშე, მახვამალ მარგალებ, ასე ბარბარეს თხინა ლეხუან. დეპრესიუს ნემალემ ფერცირასკოლეფიშ თხილუას. ირ ბარბარობას ჩეთ მკოქუნელ მარგალ დიდალებ, მიშე წირდე ბარბარეშო ხომებშა. სოდეთ მეუღუდეს ხაჭუჭია ფერიშ ნოჭკერეფიშ ლენტებდო ეულეფიშ უღუებ. ობარბალე ბეჭილიეფი. ობარბალე ორზალებ ჩინთებდო თაშ. უდეს დოსკილადერ ქომოკათა ვილუნდ ობარბალე ღეჯის ვარდა ჩხოუს. ათე ბარბალეშა მერჩქნეს ზვარაკებს. მიდგას ვარდუო უდეს თუნთიშ ტყებქო უღუდა ტაბაკიშ თუდო ქართუ ჩანდეს. ნამუთ თენახოლო ფშაშ ერჩინა წყმარდუ მერსხილ. მუშენდა მარგალე კოროცხუნდეს მუჭოთ ბარბალობას თუნთ ინჯირუ მუშ ფოთქშა მეურსტო ირულუანს გარზარხულშა. გინძე სერი შუკულ ბურდღინა ათაშმიშინანდეს თუნთის ნამუშ ჯოხონას ხოლო ტაბუ გეძუდუ მაჟრანერო ზვარა თუნთ ახალი ერჩქინელ ბჟაშკურნა ფოთქიშა მიძვაძვალუთ თეთ სიმბოლურო უწინდურ ჩერცხიებუთ კოჩისდო ორინჯის და ათეთ მიგენდ სინთე სიუჩარეში. ბურდღინა მოჯირო ვართან. კოჩი ხოლე თქვანა მაგარას თუმინონსირო. ბურდღინონსია ჭყოლირ თუნცაიო ბურდღინონსია. ეს არ ვიცოდი მეტოდაში ბარბარობის დღესასწაულზე თუ მიდიოდა დასაძინებლად თუნდო. ხო, ასეთი წარმოდგენა ქონდათ მეგრელებს რომ სწორედ აქედან 17-დან 22-მდე ეს იყო ის პერიოდი, როცა ეს კუჩხობა ფერხობაც იყო. მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე სანწალე კუჩხა, ანუ ბედობა, მაგრამ ეს 15 ეს ხო, კი. 15 იანვრის არის სანწალე კუჩხა. კი, ეს არის უკვე სანწალე კუჩხა იანვრის, კი ბატონო. სხვა შორის აღმოსავლეთში უფრო აღნიშნავენ აი ამ ბარბარობისას ბედობას. კი ბატონო. როგორი დღეს გექნება, ისეთი გექნება ზუსტად, კი ბატონო. ზუსტად ყველაფერს ისე აკეთებდნენ, ნაძვის ხელსაც ახვედრებენ და ასე დღემდეა ეს. კი. უფრო აღმოსავლეთში იციან ბარბარობის დღესასწაულის აღნიშვნა როგორც ბედობის. ჩვენთან იციან ეს ახალი სტილით 2 იანვარი და 15-ში სანწალე კუჩხა არ ვიცოდი. კი, სანწალე კუჩხა. ანუ ფერხობაკაც იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ მისგან განსხვავებით სანწალე კუჩხა უკვე სხვა რიტუალია და უფრო მეტად ეს არის გამოკვეთილი ჩვენთან სამეგრელოში. ახლა ჩვენ შეიძლება მიკერძებულიც იყო, იმიტომ რომ მეტი წილი ინფორმაცია თქვენ დამსახურებით გვაქვს სამეგრელოში არსებულ რიტუალებზე. შეიძლება სხვა კუთხეებშიც იყო ძალიან ბევრი რიტუალი, მაგრამ ძალიან ბევრია სამეგრელოში. სამეგრელოში განსაკუთრებით ბევრია. ყველა რაღაცნაირი დღე, რაღაცას ნიშნავს და ძალიან დიდი რუდინებით და პატივისცემით და მონდომებით წლიდან წლამდე ემზადებოდნენ. ეს იმიტომ რომ ცოტა მიკერძებულად გამომივა ეს საუბარი, მაგრამ აი სვანებში და მეგრელებში არის განსაკუთრებულად ეს, იმიტომ რომ ფაქტიურად მრავალ საუკუნოვანი, ანუ ადგილზე, აქ ერთ ადგილზე, ერთ სივრცეში, ერთ გარემოში ცხოვრობდნენ, გარკვეული ტრანსფორმაცია ხდებოდა გეოგრაფიულ არეალში, მაგრამ ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც შექმნა აქ ადგილზე კულტურა, ტრადიციები და მოკლედ ყველაფერი ეს ეთნორიტუალში ასახული. ანუ მე რამდენჯერმე გავიმეორე ეს, მაგრამ სუსტად ის რომ აი ვთქვათ მიგრაციები და შერევა ის კი ხდებოდა, მაგრამ თვითონ ეს ადგილზე დამკვიდრებული საზოგადოება, უკვე აი ბრინჯაოს ხანიდან უკვე ეს საზოგადოება აქ არის დამკვიდრებული და შესაბამისად ამ 1000 წლეულებში გამოიწვია ეს ტრადიციები და სწორედ ეს მემკვიდრეობით გადაეცა ჩვენს საზოგადოებას. დიახ, ძალიან ბევრია სამეგრელოში დღემდე შემორჩენილი და უფრო მეტია სვანეთში. კი, სვანეთში უფრო მეტია. რაოდენობრივად შეიძლება მეტი არ იყოს, მაგრამ უფრო მეტად დაცულია. კი, ძალიან მკაცრ დღემდე იმდენ რაღაცას იცავენ და იმდენ რაღაცას ძალიან საინტერესოა, კი, ნამდვილად აი ვთქვათ სვანებს იმდენად აი მიცვალებულების სულების მიმართ რამდენიმე ვარიაციული რიტუალები აქვს, ანუ წინაპრების მიმართ, გვარის მიმართ და უფრო მეტად არის ეს დაცული, იმიტომ რომ ეს ბუნებრივიც არის, ანუ მთაში უფრო მეტად ხდება კონსერვაცია ტრადიციების და რიტუალების. მოკლედ ქართული ვერსიაც გჭირდება აუცილებლად. კი ბატონო. იმიტომ რომ არ იყო მარტივი თემა. კი ბატონო, მოკლედ ქართულად ვიტყვით, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახავთ გეუკუმელუა. ძველად სამეგრელოში ტარდებოდა სახალხო რიტუალი, დღესასწაული, რომელსაც გეუკუმელუა, უკუმელაშ გერია ეწოდებოდა. კერძოდ სამეგრელოში 21 დეკემბრის ღამე განსაკუთრებულად საკრალური მნიშვნელობის მოვლენად მიაჩნდათ. რადგან ეს იყო ზამთრის მზებუდობის დღე, როცა დგება წლის ყველაზე გრძელი ღამე. ამ ღამეს მეგრელები გეუკუმელუა, ანუ უკუმელაშ გერიას ეძახდნენ, რაც ნიშნავს ბნელზე ნათელის მრეობას. გეუკუმელუა ეს იყო სიმბოლური გამოხატვა დღის მზის სინათლის გამარჯვება ღამეზე, სიბნელეზე. გეუკუმელუა ღამის გარდაცვლის შემდეგ მეგრელთა რწმენით დილით ამოდიოდა ახალშობილი მზე, რომელიც ცხოვრების ახალ ციკლს იწყებს, ანუ იწყება მგზელობა, დღის მატება. გეუკუმელუას რიტუალი ფაქტურად ეს იყო მზის ფესტივალი. ამიტომ მან უძველეს დროში საერთო პოვა ბარბალეს წარმართულ კულტთან, რომელიც მოგვიანებით წმინდა ბარბარეს ქრისტიანულ კულტს შეერწყა. აღსანიშნავია, რომ ღვთაება ბარბალეს ძველად ნაყოფიერების და მოსავლიანობის, ქალებისა და ბედობის ფარველად მიიჩნევდნენ. მზეც ქალური საწყისის მატარებელი იყო მეგრელთა წარმოდგენით და აგრეთვე ქალთა, ასულთა ფარველ ასტრალურ ღვთაებად მიიჩნეოდა. მზებუდობის ღამეს 21 დეკემბერს სამეგრელოში მთელი
სოფელი ზეიმობდა. თუმცა ერთმანეთთან გადასვლას რიდებოდნენ, რადგან მზებუდობას და ბარბალობას გარკვეული თვალსაზრისით ხერხობას უკავშირდებოდა. მაგრამ სადღესასწაულო განწყობა ადამიანებს ერთად ყოფნისკენ უხმობდა. ამიტომ ეწყობოდა ეგრეთ წოდებული ჯარალუა, შაყარვა, ანუ თავშეყრა, საზოგადოებრივი თავშეყრა. ჯარალუა იმართებოდა ღია სივრცეში, გარეთ, მინდორი იქნებოდა ეს თუ სოფლის შუაგული, რადგანაც გრძელი ღამე გეუკმელუა, ამავე დროს იყო ცივი და სუსხიანი. შეკრებილი ხალხი აჩაღებდა კოცონებს, ცეკვავდა, ღეროდა მის გარშემო. ცეც უკიდებდა ორდოხუებს, ეგრეთ წოდებულ მრგვალ სალტეებს და ან ბეჭილიებს, ყვაველწნულებს, ლამაზად მორთულ წნულ მრგვალ რგოლებს და ამ ცეცხლით ეხმარებოდა მზის დედა მშობიარობაში. აძლევდა ნიშანს, რომ ელოდა და ლოცულობდა ჩვილი მზისთვის, რომელიც გამთნისას უნდა დაბადებულიყო. ბარბალეს დღესასწაულზე საქართველოში წრიული ფორმის შესაძლებლობები ცხებოდა, მისი კულტი მზესთან იყო დაკავშირებული, კეთდებოდა მარსრევლის რიტუალური ფაფები, აღევლინებოდა ლოცვა მომავალი წლის ბარაქისა და სიუხვისათვის, რადგან ბუნიაობიდან იწყებოდა სინათლის შემოსვლა და უკუნის გაქრობა, რაც ბუნებრივია დღის მატებას უკავშირდებოდა. ბარბალობას იცოდნენ საქართველოში აგრეთვე მეკვლეობა და სწორედ 17-დან 22 დეკემბრამდე სამეგრელოში ბედობის დღე ითვლებოდა. ამ დღეს მეგრელი ურმარეზე მიიწევდა მეკლეთ სასურველ კაცს და შეძლების დაგვარად პატივს სცემდა, რათა კარგი ფეხით შემოსულიყო მის ოჯახში. მასვე ანდობდნენ საკალანდო ქუჩუჩის და სხვა უკუჩხურის გაწყობას. მეგრელი წარმოდგენით ამ დროიდან 17 დეკემბრიდან იწყებოდა მზის ბორბალის შეყოვნება და დღე იწყებდა მატებას. გეუკმელუა ღამეს ხდებოდა სამეგრელოში წკონდელი ღვინის გადმოღება და გადასხმა სხვა ჭურჭელში. იქნებოდა ეს ქვევრი თუ კასრი და სწორედ აი ამ ღვინოებს მიუჩენდნენ თავიანთ შესაბამის შესაწირავ სახელს დაარქმევდნენ. გეუკმელუაზე იმართებოდა ნოთობა, ღამის თევზაობა ჩირაღნებით. ამ ღამეს დიასახლისები აუცილებლად ამზადებდნენ თხლეს შეჭამած, ეგრეთ წოდებული თხოლოზადის, რომელსაც ნიგზით კაზმავდნენ. ამავე დროს მოამზადებდნენ თხლეს ლეჭკერეს, ნიგოში არეულ და ღვინო მოსხურებულ წვრილად დაჭრილი კეჯერაფხნის წნილს. გაშლიდნენ ტაბლას, ოხვამერს, რომელსაც ჯვეჟდო ახალი შგეწირო, ანუ ძველისა და ახლის შეწირვა ერქვა. ეს პირველ რიგში გულისხმობდა წინა წელს დაწვრილი დაძველებული ღვინისა და გეუკმელუა ღამეს გამოღებული ახალი ღვინის ჩამოდგმას ტაბლაზე. დააცხობდნენ პატარა, ყველიან და კვერცხიან მზის ფორმის კვერებს, შეწვავდნენ თევზს, მოხარშავდნენ ძველ და ახალ ლობიოს. ლობიოს შემოსვლამდე იცოდნენ ოსპის მოხარშვა და თხოლოზადილთან ლეჭკერესთან ერთად მიიტანდნენ ტაბლაზე. ამ ტაბლაზე აუცილებლად გადააგორებდნენ მაგრად მოხარშულ კვერცხებს, მზის სიმბოლოს და ჩადგამდნენ ბარბალობისთვის დაკლული ობარბალე ღეჯის, ანუ ბარბარობისთვის სპეციალურად შეწირული ხორის თავფეხს, რომელსაც მზებუდობის ღამისთვის ინახავდნენ. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ბარბარის ასტრალური კულტი შეცვალა დიდ მოწამე ბარბარეს ხატებამ. ორივე სიწმინდე ბარბარეს და ბარბალეს აღორძინებასთან, სნეულთა კურნებასთან, ქალურ საწყისთან არის დაკავშირებული და უმტკივნეულად გაერთიანდა პირველ ქრისტიანთა, ახალ გაქრისტიანებულ ხალხთა წინარე რწმენებთან და დღემდე აღიქმება სიახლის, სიუხვის, მზის ხელახლა დაბადების, ახალი ათლის მოლოდინთან. მზის ბორბალზე, მზის წრებრუნვაზე მლოცველი მეგრელები ახლა უკვე ბარბარეს შესთხოვდნენ, მაგალითად სნეული გოგონების და აი განსაკუთრებით სულიერად დაავადებული თუ დეპრესიული, სევდიანი გოგონების ფარველობას. ყოველ ბარბარობას თეთრად შემოსილი მეგრელი დედები მიემართებოდნენ ბარბალე წმინდა სალოცავებში, ფერადი ლენტებითა და ყვავილებით მორთული უღლებით, ეგრეთ წოდებული ობარბალე ბეჭილიებით, ობარბალე ბორზალებით, საფორებით, ჩითებით, შინ დარჩენილთა ხელით კი იკლებოდა ობარბალე ღეჯი ან ჩხოუ, ბარბალეზე შესახლებული კურატი ან ზროხა. ვისაც სახლში დათვის ტყავი ჰქონდა, ტაბლის ქვეშ დადებდა, რაც ასევე მზებუდებას უკავშირდებოდა. რადგან თვლიდა, რომ ბარბალობას დათვი წვება ბუნაგში და გაზაფხულამდე იძინებს. მზებუდობი გრძელი ღამის შემდეგ ბურდღინა, ანუ ბურდყუნა, ასე იხსენიებდნენ დას, რომლის სახელსაც ტაბუედო. იგივე ძვარათუნთი, ახაშობილი მზის შიში ბუნაგში მიზრებოდა და სასაცილებლად, ანუ სიმბოლურად უწმინდური შორდებოდა ნახერსა და ადამიანს. მოკლედ, ასეთი ამბებია ჩემო ძვირფასო მსმენელებო, დავაძინეთ თუნთი. კი ბატონო. დაიძინა თუნთმა. გაიმარჯვა. კი ბატონო. გაიმარჯვა სინათლე სიმბნელეზე და ძალიან მალე ძალიან ძვირფას დღესასწაულსაც ვიზეივებთ. ზოგადად ძალიან ამაყლوار და მიხარია ამ სამეგრელოში არსებული რიტუალებით და ერთი მეორეზე უკეთესი გადაცემა. ვერ გამოვარჩევ ერთსაც. ასივე მიყვარს. მოკლედ, საიუბილეო თარიღია. ვინც ეს არის შემოგვიერთს და ბატონმა ლაშამ დაითვალა ეს შრომა 8 წელი და გამოვიდა მეასე გადაცემა. თან წლის ბოლო გადაცემა რაღაცნაირად სიმბოლური დღეა ჩვენთვის და პირველ რიგში
ბატალაშა თქვენ გილოცავთ, მიულოცავთ. ყველას ვისაწრული მიუძღვის და განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვისაც თუნდაც ძალიან მცირე ერთი აგური მაინც დავდია ამ კარგ საქმეში ჩვენს ერგო მსმენელს. თქვენი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია, мотиваცია თქვენს მიერ შემოთავაზებული თემები აშკარად უფრო ისეთია პრიორიტეტი. ცხადია ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი, მაგრამ რიგში ჩაგვსვამთ ხოლმე. ძალიან სწრაფად მოგესმენებთ იმ გადაცემებს, რომლებიც ასე გაინტერესებს. ვუნდებით იმ წელს უკვე 8-ში გვიწევს. კი, 8-ში გვიწევს. პირველი ახალი წელია და წინა საახალწლოდ ვემზადებით და 8-ში ახალი წლის თემას და შობას გავაერთიანებთ. რა თქმა უნდა, კი ბატონო, იმიტომ რომ სხვადასხვა ისეთი ასპექტების მოვიხილოთ, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი და სწორედ დაიმ ქირსეზე და ახალ წანაზეც და მოკლედ ამაზე ვისაუბრებ. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ჩვენს რადიო მსმენელს მიულოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. გისურვებთ წარმატებას, უფალმაინებას, რომ უკეთესი წელი იყოს, ვიდრე წლევანდელი წელი და მართლაც მინდა რომ ძალიან ბევრი სიკეთე და ბედნიერება გქონდეს ჩვენს ქვეყანას და მოკლედ წარმატებული იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქე. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა ამ იდეების გასვლებისთვის, იმ ერთგული მსმენელები რომ ზანდებოდით და მოკლედ უღმესი მადლობა რადიო ათინაც, ქალბატონ სოფიოს, მთლიანად მთელს გუნდს, ბატონ იური ვეკუას მინდა განსაკუთრებით მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი, იმიტომ რომ სწორედ ეს მისი ინიციატივა იყო და მან მოგცა საშუალება რომ სწორედ თქვენამდე მოგვეტანა ეს ყველაფერი. წარმატებებს გისურვებთ ბატონო იური და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მეც ძალიან ბევრი მადლობა მინდა ვთქვა და მოგილოცო დამდეგი შობა ახალი წელი და ყველაზე მთავარს ვისურვებდი რომ ყველას გქონოდეს იმის განწყობა რომ გადაცემის მოსმენა გვიტოდეს. ხო, გქონდეს იმისი დრო, თავისუფალი, გქონდეს იმის განწყობა რომ ცოტა ისტორიასაც გადავავლოთ თვალი და არ დაგვეზაროს ჩავრთოთ და მოვისმინოთ. ჩვენ აქ ვართ, არაერთ შემოგთავაზებთ და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ბატონო იური, დიდი მადლობა. მადლობა რადიო ათინაც. მადლობა თქვენ ბატალაშა. საინტერესო თანამშრომლობისთვის და ძალიან ბევრი გადაცემა გველოდება წინ მე დარწმუნებული ვარ. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინეთი.lg, Facebook-ზე რადიო ათინეთი, YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ეხლა ბატალაშა ქართულად ხო ვილაპარაკეთ ამდენი რაღაცა. მეგრულად, სიმბოლურად მივულოცოთ და გავდივართ. ხო ბატონო, ხო მიგახმამთ ჩვენ რადიო მარჩქილეფი ასე მუნმალი ქირსეს ახალწანას მართალო მიარებ გორთანაბდან ნერო, ხამელო, ხვე ბერეკე ქორშებდან, წიმოძინელო ქოფედათ, ჩქირო ქოფედათ, არძაშმოს თარმურედა, ჩქენ ნინა დონთხილუდან, ჩქენ მარგალურ ნინა ნამუთ ამდღა, ჭიჭე მუდათ ქორე, ჭიჭე ლახალა უღმუშენ და ჩქინდე ორკუთის მინჯალა. და ქომინჯებდან ჩქენ ნინაშა, ჩქენ ქიანაშა, ჩქენ კუნთხუშა და ვიფრეჯ გრობუას გიზალანთ. მარდ იფრეშე, გახარებედათ, გუხარებდა ჟინიერს. მოგიუძინა, მაგრამ ახალო ხობა ქოთქვევით გარენ. სოჯით. გრობუას გიზალანთ, ბედინერ წანამოკო არძას მიღუდანინ და მა ფიფქრენ თენა არძაშორე დამოკიდებულ ისენამდა არც კოჩ მარგალურო მორაგადე ნიშნესთის ნამდა თენინა ცოცხალრე. ხო, ნამდვილო თაშრ. იგახომანთ ქირსეს ახალწანას ბედნერო და ჯიროგორთანაფუდან. ჯირო ზოჯუნდათ. ჯირო ზოჯუნდათ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.